იცოდით, რომ ევროკავშირი ერთი ხელის მოწერით არ შექმნილა? მისი ისტორია იწყება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ევროპამ გადაწყვიტა, რომ ომი აღარასდროს განმეორებულიყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა ნანგრევებად იყო ქცეული. ქვეყნები ეძებდნენ გზას, როგორ აეცილებინათ მომავალი ომები და ერთად აეშენებინათ მშვიდობიანი კონტინენტი. და ასე 1951 წელს 6 ქვეყანამ, ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა გადაწყვიტეს გაერთიანება. მათ ხელი მოაწერეს პარიზის ხელშეკრულებას და შექმნეს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება. ეს იყო პირველი ნაბიჯი საერთო ევროპისკენ, ეკომეგობრული თანამშრომლობა მშვიდობისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ 1957-ში ამავე ქვეყნებმა გააფორმეს რომის ხელშეკრულება და დააფუძნეს ევროპის ეკომეგობრული საზოგადოება, ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა თავისუფალ ვაჭრობას და საერთო ბაზარს. მოკლედ, ევროკავშირი დაიბადა მშვიდობის, ერთობისა და საერთო მომავლის იდეით და დაიწყო მხოლოდ 6 ქვეყნიდან. დღეს კი უკვე 27 წევრია მასში. არხი შექმნილია კომპანია მერონსის მხარდაჭერით, რომ შთააგონო წარმოსახვა და აღმოაჩინო, თუ როგორ აერთიანებს ევროკავშირი ადამიანებს უკეთესი ცხოვრების იდეით.